ჩვენს რეგიონში ყველაზე დაბალი პენსია არის საქართველოში. პენსიაზე როდესაც საუბრობ, გაყინული პენსია 14 ლარი იყო, მაგრამ ისე არ გაიცემოდა. ბიუჯეტში კაპიკი ფული არ იყო. ამათ პირობებში ჩაიდო 30, მაგრამ რადგან თუ გადავიყვანთ 5 წლის წინ პენსია იყო $90 და წელს არის $70. ფარსებს პროდუქტებზე, კომუნალურ გადასახადებზე, ხო? ეს ყველა ბენზინი, საწვავი, ყველაფერი გაძვიდა. ავუხსნათ ამ ადამიანებს, პენსიონერებს. ფასების შემდეგ მე უკვე ვეღარაფერს ვერ ავყიდულობ, ვერაფერს. აი პური აუცილებელია და როგორმე პურს ვამყოფინო და აი წამალს რითაც შევძლებთ. არაფერი პენსია არ არის, განაცვალე და არავინ არ არის მთავრებელი, რომ ხალხი ცოდომაძილი ქონდეს, შეიბრალონ და თვითონაც ხო იმატებენ არა. ამ პენსიონერებსაც მოგვიმატონ ფული, იმდენი რომ წამლის ფული მაინც აქონდეს, რომ ეს კვება და ეს ხო აღარ ეთვლება შილო. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ნაციონალური მოძრაობის საპენსიო კონცეფციის გაცნობას არათუ ყველა რეგიონსა და რაიონში, ყველა სოფელში. ყველა სოფელში უნდა ჩავიდეთ და გავესაუბროთ სათითაოდ ყველა პენსიონერს თუ რას გულისხმობს ჩვენი კონცეფცია. დიახაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი, პირველ საუკეთესოს გახდება 300 ლარი და აი ამ ყველაფრის შესახებ ვესაუბრებით კონკრეტული ციფრებით და რიცხვებით. ნაციონალური მოძრაობა არის ის გუნდი, რომელსაც 11ჯერ აქვს პენსია მომატებული, 11ჯერ გაგვიკეთებია და კიდევ მრავალჯერ გავაკეთებთ და როგორ? სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში, კორუფციის აღმოფხვით და მნიშვნელოვნად საბიუჯეტო სახსრების შემცირებით. აი ამ უკანასკნელს თუ კი ავიღეთ, წარმოვიდგინეთ ქვეყანაში მხოლოდ დავით საგანელიძე ასეთ მაღალჩინოსანი. თვეში იღებს 150 პენსიონერის ხელფას. და ასობით დავით საგანელიძე ყავს ქვეყანაში. და ამასო თავი დავანებოთ. ვინმე ქართული ოცნების გულმოდგინე მხარდაჭერი თუ კი იტყვის, რომ იცით რა, როგორ აპირებთ პენსიის მომატება. ჯერ ერთი წელს გაგვიკეთებიათ 11ჯერ. და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი სიარული სოფლსობა და მეორეც მაპატიეთ და ხელფასები თუ იმატებს წარმატებით მაღალჩინოსნებისთვის და ხელფასების მომატებას ახერხებს მრავალი ათასით ქართული ოცნება ნება არ აქვს და იმიტომ არ უმატებენ პენსიონერებს და ამ ნებას ბუნებრივია ნაციონალური მოძრაობა დღესვე ასხივებს, მაგრამ ამას სჭირდება იმ უდიდესი იმედგაცრუების ფონზე, რომელიც დათესა ქართულმა ოცნებამ კონკრეტული პირადი საუბრებით თითოეულ პენსიონერთან.